გასცდით. გადაცემის პირველ ნაწილს საკმაოდ საინტერესო თემით ხსნით და გეტყვით, რომ საქართველოში წელს პირველად მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაბრუნდა. აღნიშნული ჯილდოს დაფუძნების პროექტი ეკუთვნის კოალიცია განათლება ყოველსათვის საქართველოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. სტუდიაში შემოგვიერთდნენ სტუმრები და ისინი უფრო ცვლად გვესაუბრიან ჯილდოს შესახებ, გვეტყვიან თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ ამ პროცესში პედაგოგები და როგორ გახდნენ, რა თქმა უნდა, ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები. ჩვენი სტუმრები არიან თაია მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და გიორგი ჭანტურია, კოალიცია განათლება ყოველსათვის საქართველოს კომუნიკაციის ოფიცერი. დიდი მადლობა გიორგი ასევე მობრძანებისთვის. დავიწყოთ იდეით, რა თქმა უნდა, საკმაოდ პრესტიჟული ჯილდოა და დასაბამი შეიძლება ითქვა საფუძველი მარტის თვიდან დაედო, როდესაც მოიპოვეთ აკრედიტაცია. უფრო კონკრეტულად რომ გავაცნოთ დაინტერესებულებს, კერძოდ პედაგოგებს, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ჩაერთონ ამ პროცესში. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და გაინტერესებისათვის. თემა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თქვენ როგორც თქვით. ჩვენი კოალიცია განათლება ყოველსათვის აქტიურად მუშაობს ზოგადი განათლების მიმართულებით და ჩვენი მხარდამჭერის გლობალური კამპანია განათლებისათვის მეშვეობით, მათი მეშვეობით დაუკავშირდით ჩვენ გლობალურ ჯილდოს ორგანიზატორებს. ანუ თქვენ როგორც იცით, გლობალურ დონეზე მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ტარდება უკვე მესამე წელია. მათ დაუკავშირდით და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ და კონსულტაციების შემდეგ მარტის თვეში კოალიციამ მოიპოვა აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ დონეზე ჯილდოს ჩატარების უფლება გვაქვს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დაუკავშირდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და მათთან ერთად უკვე ერთობლივად დავიწყეთ მთლიანად ეს პროცესი, რაც უკვე 5 მარტს გამარჯვებულის გამოვლენით დასრულდება. კეთილი, თავად მიზანი რა არის აღნიშნული ჯილდოსი და როგორ შეიძლება რომ ჩაერთონ? დავიწყოთ ალბათ მიზნით კარგი იქნება და განმარტოთ, რას ემსახურება ეს ჯილდო. საკმაოდ სოლიდური თანხაა ეს დააყენიშნა. დიახ, სოლიდური თანხაა და ეს განაპირობებს ნამდვილად გარკვეულწილად მთლიანად ჯილდოს სოლიდურობას და პოპულარობას. რაც შეეხება მიზანს, მიზანი პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ მასწავლებლის პროფესია გახდეს უფრო მეტად პოპულარული. მოხდეს ამ პროფესიის პოპულარიზაცია მოგეხსენებათ ნამდვილად იმსახურებს მასწავლებელი და მასწავლებლობა აი ამას და გახდეს უფრო მეტად პრესტიჟული. გარდა ამისა, მეორე მიზანი რაც ამის არის, მას მერე რაც გახდება პროფესია უფრო მეტად პრესტიჟული, უკვე ვარაუდობთ, რომ მეტი ინტერესი წამოვა მომავალი თაობის მხრიდან, რომლებიც ჯერ კიდევ პროფესიული არჩევანის წინაშე დგანან. და შეიძლება ძალიან ბევრმა სწორედ აი ამის შემდეგ გადაწყვიტოს მასწავლებლობა. ეს არის მთავარი ორი უმთავრესი მიზანი. წაგან თანხა გავაჟღერეთ და აუცილებლად უნდა ვთქვათ, საკმაოდ სოლიდური თანხაა თქვით და უთხრათ, რამდენია ეს საპრიზო თანხა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ იქამდე, ხო, სანამ იღებენ უშუალოდ რა თქმა უნდა ამ ჯილდოს და რა ვთქვათ, რა პროცედურების გამო მოუწევთ, შერჩევის კრიტერიუმებზეც გავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, ანუ პირველ რიგში მოკლედ გეტყვით, რომ გამარჯვებული ერთი გამარჯვებული კონკურსია და შესაბამისად ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, თუმცა გვეყოლება 5 ფინალისტი. საკმაოდ ისეთი აქტიური ფანდრაიზინგის შემდეგ კერძო სექტორით ასე ვთქვათ ჩაერთო ამ ინიციატივაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ ვიამაყოთ, რომ ქალბატონი ინა გუდაუაძე პატარკაციშვილი არის ჩვენი გენერალური სპონსორი, რომელიც 10,000 ლარით დააჯილდოვებს ერთ კონკრეტულ გამარჯვებულს. ასევე საინფორმაციო მხარდამჭერები არიან ჩვენი პირველი არხი და ტელეკომპანია იმედი. ხოლო რა შეეხება პროცესი პროცედურულად ძალიან მარტივი არის. მსურველები ნებისმიერი მოქმედი მასწავლებელი, აუცილებელი იყოს მოქმედი მასწავლებელი, რომელიც უნდა ასწავლდეს ავტორიზებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ანუ სკოლაში. უნდა შემოვიდეს ჩვენს ვებგვერდზე www.tprice.gr, შეავსოს აპლიკაცია, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან, ტექნიკური ნაწილი და ღია კითხვარი არის, სულ 8 კითხვა არის და უნდა შემოიტანოს აპლიკაცია. ამის შემდეგ უკვე გვაქვს 4 ეტაპიანი სისტემა, რომელიც შედგება პირველი ტექნიკური გაცხრილვისგან და შემდეგ უკვე ჟიური, მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპს უკვე ჟიური ტრანსფერაციანი ჟიური აფასებს თითოეულ აპლიკაციას. ჟიურის სია ჩვენს ვებგვერდზე არის საჯარო და შეგვიძლია გადავავლეთ თვალი და საკმაოდ ისეთი სახელები და გვარებია იქ ჩამოთვლილი, რომ ნამდვილად კომპეტენტური ადამიანები, ვინც
დღეს შეიძლება თქვათ სიტყვას ამბობენ განათლების სფეროში. საინტერესოა ამ წეგნობით რომ რამდენიმე ეტაპის გავამოუწევთ დაინტერესებულებს, როდის გამოვიდებიან გამარჯვებულები და თქვათ რას მიექცევა ყველაზე მეტად ყურადღება გამარჯვებულის გამოვლენის დროს. შეიძლება კრიტერიუმებს, რამდენიმე კრიტერიუმი არის ძირითადი კრიტერიუმი გადამწყვეტი არჩევის პროცესში. ეს კრიტერიუმები დეტალურად, როგორც გიორგიმ თქვა, დევს საიტზე T-Price-G, თუმცა ზოგადად უნდა ითქვას, რომ აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეთოდოლოგიას, თუ როგორ ასწავლის ის, რამდენად კრეატიულად გადასცემს ის თავის ცოდნას მოსწავლეებს. ამის გარდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თემთან ურთიერთობას, საზოგადოების მხრიდან მის აღიარებას და გარდა ამისა იმ ღირებულებების გადაცემას მოსწავლეებისთვის, რაც შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად საკაცობრიო მნიშვნელობისაა და ჩვენ ყველანი ვაღიარებთ ზოგადად საკაცობრიო ღირებულებებს. მთლიანობაში მასწავლებელი გამოდის, რომ უნდა იყოს არა მარტო კარგი მასწავლებელი, არამედ ღირებულებების გადამცემით ადამიანი, რომელმაც მოსწავლე უნდა მოამზადოს დამოუკიდებელი, მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ალბათ არაერთი მასწავლებელი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩაერთოს. და საინტერესოა ჟიურის წევრები თქვათ, როგორ იმუშავებენ, უფრო კონკრეტულად რომ განმარტოთ გიორგი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ჩამოსვალოთ აი ამ და თქვათ, როგორ მიადევნებენ ამ ყველაფერს კონკურს. როგორც გითხარით, ანუ 4 ეტაპიანი სისტემა არის. პირველი ეტაპი სულთან ტექნიკური გაწევა არის და მეორე ეტაპზე უკვე ჟიური აფასებს ერთიანი ქულობრივი სისტემით, სადაც ერთ აპლიკაციას აფასებს მინიმუმ 2 ჟიურის წევრი. ამ მეორე ეტაპზე გამოვლინდება 10 ფინალისტი, ასე ვთქვათ, და მათთან დაინიშნება პირისპირ ინტერვიუები. მესამე ეტაპზე პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე უკვე მოხდება 5 ნომინირებული ფინალისტის გამოვლენა და მათთან მოხდება ადგილზე გადამოწმებები, ანუ შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი და სამუშაო პროცესს დააკვირდებიან. ყველა ის ინფორმაცია, რაც აპლიკაციაში იქნება მოცემული, გადამოწმდება თვითონ ადგილზე. მაგალითად, გასაუბრება რეკომენდატორებთან, მის კოლეგებთან, თვითონ სკოლაში მისვლა, სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებში გადამოწმება, ასევე შემოწმება მისი სამოქალაქო აქტივობა როგორი არის და ინტერნეტში ვთქვათ, მოვიძიებთ სხვადასხვა ინფორმაციებს, გამოქვეყნებული აქვს თუ არა სხვა მასალები და ასე შემდეგ. ანუ ადგილზე გადამოწმებას აქვს ძალიან ისეთი დიდი მნიშვნელობა. ეს კომპონენტი გლობალურ ჯილდოზეც არის და ძალიან დიდ ყურადღებას. იქნებ გლობალური ჯილდოს შესახებაც მივაწოდოთ დაინტერესებულებს ინფორმაცია. ამის შემდეგში უკვე ვიცით, რომ უფრო მეტი შანსი აქვს რა თქმა უნდა და გამარჯვებულს უკვე შეუძლია რომ იბრძოლოს უკვე გლობალური ჯილდოში. კი ბატონო, ანუ ეს აკრედიტაცია რაც მოვიპოვებთ, ერთი ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ დონეზე ჯილდოს განხორციელების უფლება გვაქვს და მეორე რომ პირდაპირ ეს ჩვენი გამარჯვებული მიიღებს მონაწილეობას გლობალურ ჯილდოზე. გლობალური ჯილდო 3 წელია რაც დაარსდა, 3 გამარჯვებული უკვე ჰყავს, იქ გამარჯვება საკმაოდ ისეთ აღიარებასთან არის დაკავშირებული, $1 მილიონი არის პრიზი, საპრიზო ფონდი და გარდა ამისა ძალიან დიდი ესეთი მედია მხარდაჭერა არის ჩადებული ამ კონკურსში, გლობალურზეც და ჩვენ კონკურსშიც და მაქსიმალურად თითოეულ ფინალისტს უჭერენ მხარს, რომ ისინი იყვნენ გაშუქებულები და მასტერკლასებს ატარებენ და ასე შემდეგ. 5 ოქტომბერს როგორც კი ჩვენი გამარჯვებული, ასე ვთქვათ, გამოვლინდება, შემდეგ უკვე მარტის თვეში არის გლობალური ჯილდოს საბოლოო, ესე ვთქვათ, გამოვლენა გამარჯვებულის და ფინალი და იქ აუცილებლად ასე ვთქვათ მიიღებს მონაწილეობას. კეთილით, აი ეს მინდა ვკითხო, საკმაოდ აქტიურად ხარ ჩართული, რა თქმა უნდა, ამ პროცესებში, პედაგოგებთან ურთიერთობა და საინტერესოა, როგორ ფიქრობ, როგორი იქნება გამოხმაურება და ზოგადად თითოეული მასწავლებლის ეს ჯილდო, თქვათ, რას ნიშნავს? მისი პროფესიული და კარიერისთვის პირველ რიგში არის დიდი სტიმული. ჩვენი მასწავლებლები ნამდვილად იმსახურებენ, რომ უფრო მეტად იყოს ეს სტიმულები საზოგადოების მხრიდან, სხვადასხვა ფორმით ჩადებული მათ საქმიანობაში და რასაც გვიჩვენებს უკვე რეგიონული შეხვედრები, თბილისის მასწავლებლებთან შეხვედრები და აქვე მინდა აღნიშნო რეპლიკის სახით, რომ აქ იგულისხმება არა მარტო საჯარო სკოლის, არამედ კერძო სკოლის მასწავლებლებიც. გამოხმაურება არის ძალიან დადებითი, ისინი ემზადებიან, შემოდის უკვე აპლიკაციები
და ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო 4 თვე, რაც და მე უკვე ფინალი, რაც გვაჩვენებს საბოლოოდ ამდენად გაამართლა ყოველიმე და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაამართლებს და როგორი იქნება ბოლოს უკვე მასწავლებლების დამოკიდებულება აი ამ ყველაფრისადმი. თუმცა პირველ ეტაპზე მასწავლებლების დამოკიდებულება სასახად დადებითია და ისინი იბრძოდებიან, ისინი სვამენ ძალიან ბევრ შეკითხვას და ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებს და ჩვენც ვცდილობთ, რომ ორივე მხარემ თანაორგანიზატორებმა აი ამ შეკითხვებს მაქსიმალურად 5 ფინალისტი გამოვლინდება, როგორც თქვით, და ამ 5-დან კიდევ ჟიურის მოუწევს, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო აი აქ უნდა აღინიშნოს აი სწორედ აი ბოლო 5 ფინალისტიდან ერთ-ერთი ბოლო ერთი ასე ვთქვათ წლის გამარჯვებული მასწავლებლის შერჩევის წესი. ეს მოხდება ჟიურის კონსენსუსის საფუძველზე. აუცილებლად ყველა ჟიურის ყველა წევრი შეამთანხმებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებითაც უნდა მოხდეს იმ ერთი ადამიანის გამოვლენა, ერთი მასწავლებლის გამოვლენა. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულის მიმართ არასოდეს არ დაისვას და მისი პროფესიონალიზმის მიმართ, მისი კრიტერიუმებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით არასოდეს არ დაისვას, ასე ვთქვათ, შეკითხვები. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ საკმაოდ პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებენ ამ ყველაფერთან ერთად, მათთვის მათი კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია. აი პირველ რიგში რა მინდა ვთქვა და რა გვსურს, რომ აი ამ ჯილდოს დაწესებით მოუწოდოთ მასწავლებლებს. ისინი არიან საკუთარი პროფესიის პოპულარიზატორებიც, ელჩებიც, საკუთარი პროფესიის, ასე ვთქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებიც. მათ შეუძლიათ თავიანთი საქმიანობით, თავიანთი აქტიურობით, თავიანთი ჩართულობით ამ პროცესში შეძლონ პროფესიის პრესტიჟის ზრდა. დღეს როგორია თაია ეს პროფესია? არის ტენდენცია ის პროფესიის პრესტიჟის. იცით, ეს ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობა 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო მასწავლებლების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ჩამოყალიბებამ, რომელიც მოგეხსენებათ შარშან შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და უნივერსიტეტებმა შექმნეს ეს პროგრამები სხვადასხვა უნივერსიტეტში, როგორც თბილისის ისე რეგიონულ უნივერსიტეტებში შექმნილია მასწავლებლების მომზადების პროგრამები. შარშან იყო საკმაოდ მაღალი აქტიურობა და წამოვიდა ნამდვილად ის ტენდენცია, რომ ახალი თაობა ირჩევს პროფესიას, მასწავლებლობას და ნამდვილად არ არის დაკარგული ის პერსპექტივები, რომ მომავალში ჩვენ გვყავდეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი წარმატებული მასწავლებელი, თუმცა ამას რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან ჭირდება ხელშეწყობა და გაძლიერება და აი ეს ამ ხელშეწყობის მაგალითია სწორედ აი ამ ეროვნული დრო იცვლება და ამ ყველაფერს უნდა აუწყოს ფეხი ბუნებრივია და წეგან თქვი ყველაზე მნიშვნელოვანი თქვა კრიტერიუმები, რითაც შეირჩევა და რაც საგაკვეთილო პროცესშიც აქტიურად არის ჩართული, ხო? დღეს რა უნარები უნდა გქონდეს, თქვა კიდევ უფრო მეტად პედაგოგს, თუნდაც გასუცდებს ან შედარებით. რაზე კეთდება? ეს არის პროფესია და არა მარტო ეს პროფესია, ზოგადად პროფესიები ყოველთვის ჩვენს ასე ვთქვათ საუკუნეში, რომელიც ტექნოლოგიებით არის გაჯერებული, ყველა პროფესია მალე ძველდება და ყოველთვის საჭიროებს განახლებას. მასწავლებლობა სწორედ ის პროფესია თაობათაცვლიდან გამომდინარე, რომელიც ყოველთვის საჭიროებს, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლები ფლობდნენ განახლებულ ინფორმაციას, ფლობდნენ მეტ საერთაშორისო დონეზე, ასე ვთქვათ, არსებულ საუკეთესო პრაქტიკებიდან მაგალითების ცოდნას, რომ ეს გადმოიტანონ და დანერგონ ეროვნულ დონეზე. მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ცენტრი მოგეხსენებათ, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს და ჩვენი ყველას მიზანი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ არ ჩამოვჭეთ მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკას და მასწავლებლები ყოველთვის იყვნენ მზად იმისათვის, რომ დანერგონ ახალი ინოვაციური მეთოდები სწავლების, ინოვაციური ტექნოლოგიები შემოიტანონ სწავლების პროცესში და მაქსიმალურად ასე ვთქვათ დააინტერესონ ბავშვი, დააინტერესონ მოსწავლე და მათ მოტივაცია გაუღვიძონ, იმიტომ რომ დღევანდელი თაობა არ არის ის თაობა, რომელიც თანამონაწილე უნდა იყოს. დიახ, სწორედ აი ეს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ყველა თითეული ტრენინგის, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელმა ჯერ თვითონ უნდა წარმოიდგინოს საკუთარი თავი მოსწავლის როლში და მან სწორად უნდა აღიქვას, რა დაჭირდება მოსწავლეს,
როგორ უნდა მიაწოდოს მას მასალა ცოდნა ისე, რომ მოსწავლემ არა უბრალოდ ისწავლოს, არამედ ხალისით ისწავლოს და სიხარულით მიიღოს ის და გაიაზროს, რაც თავარია და დანერგოს შემდეგ სამომავლო ცხოვრებაში. დიახ. კეთილი. გიორგი წაღან თაია მახსენდა რეგიონში გასული შეხვედრები პედაგოგებთან. საინტერესოა ის რეგიონები, სადაც იყავით და როგორი იყო თქვათ მსაუბრა და შეხვედრა პედაგოგებთან. კი ბატონო, რაღაც ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს თქვა დავამატებ. 21 მაისს გაჩნდა სააპლიკაციო პერიოდი და 14 ივლისში ხურება ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მსურველებმა. რაც შეეხება რეგიონებს, იმერეთში გქონდა შეხვედრა სამეგრელოსა და აჭარის მასწავლებლებთან. გამოხმაურება, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მოტივირებულები არიან, თუმცა რა თქმა უნდა, კრიტიკოსებიც არიან და ერთ მნიშვნელოვანი ინფორმაციას ვიტყვი, რომ მთლიანად პროცესს დააკვირდებათ შეაფასებს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც საბოლოოდ მე შემდეგ უკვე დასკვნას დადებს და ეს ასე ვთქვათ, უკვე გასცემს ყველას პასუხს თუ როგორ ჩაიარა მთელმა პროცესმა. აი კრიტიკოსებში ვთქვათ, რა იგულისხმება, ძირითადად მაინც რას აი როგორ მოხდება შეფასება, ჟიური რამდენად ობიექტური. ეს ალბათ თქვათ გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული კონკურსების და სხვადასხვა სფეროს გულისხმობა. ბუნებრივია ეს ინტერესი. 75,000-ზე მეტი მასწავლებელია საქართველოში და ყველა რა თქმა უნდა სიხარულით ვერ შეხვდება და ბუნებრივია კრიტიკაც უნდა იყოს, ჯანსაღი კრიტიკა ჩვენთვის ყოველთვის მისაღებია. ასე რომ ველოდებით ამ კრიტიკასაც და შეიძლება გვაქვს პასუხსაც ვცემთ მრავალი არხის მეშვეობით ჩვენი სოციალური ქსელის გვერდი ფუნქციონირებს, ვებგვერდით, ხელიხაზი მასწავლებლის სახით. თქვათ რეგისტრაციის პროცესში თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება, შეუძლიათ რომ ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ პასუხობთ სოციალური ქსელების მეშვეობით, ხელიხაზის მეშვეობით, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავცეთოთ პასუხი და არ დავტოვოთ უპასუხო შეკითხვა და რაც შეეხება ჟიურის, გიორგი სწორად აღნიშნა, რომ იყო რა თქმა უნდა კრიტიკული მოსაზრებები და შეკითხვები ობიექტურობასთან დაკავშირებით და ეს სრულიად ბუნებრივია და არ ვართ რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგი, თუმცა სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჟიურის თითეული წევრი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თითოეულ მათგანს ქონოდა ფართო საზოგადოების მხრიდან ნდობა, ქონოდა მაღალი რეპუტაცია და ვფიქრობთ, რომ ეს ჟიური სავსებით ამაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, ამიტომ მასწავლებლები როცა უკვე გამოვლინდება გამარჯვებული დარწმუნებიან იმაში, რომ ეს ყველაფერი შედგა და ჩატარდა სრულიად ობიექტურად. თუმცა ძალიან დიდი შრომა მოუწევს ჟიურის დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საკმაოდ შრომატევი საქმე მგერით ყოველს წინ და განსაკუთრებით რაღაც ფონდზე ჟიურის წევრებს საინტერესოა ვინ გახდება წელს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ჩვენ მზად ვართ რა თქმა უნდა, რომ შუადღეში გიმასპინძლოთ უკვე გამარჯვებულთან ერთად და ერთად ვისაუბროთ უკვე ჩატარებული ღონისძიების შესახებ. 14 ივლისამდე, როგორც გიორგიმ თქვა, გაქვთ საშუალება რომ დარეგისტრირდეთ.